ახლა კი დღის სხვა მოვლენები თელავის რაიონულმა სასამართლომ ახმეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს მერაბ ზვიადაურს აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართემ დაცვის მხარის შუამდგომლობა 10,000 ლარის გირაოს შეფარდების შესახებ არ დააკმაყოფილა. ზვიადაურის ადვოკატი აღნიშნული გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე მერაბ ზვიადაური გუშინ დააკავა. გამოძიების ინფორმაციით მან უკანონო მშენებლობის ნებართვისთვის ქრთამის სახით 500 ამერიკული დოლარი აიღო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მორიგი სასამართლო პროცესი 15 მაისს გაიმართება. ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია ახმეტის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ზვიადაური. გამოძიების ინფორმაციით მან უკანონო მშენებლობის მფარველობის მიზნით ქრთამის სახით 500 ამერიკული დოლარი აიღო. ამ შემთხვევაში დაუსაბუთებელია თელავის რაიონის სასამართლოს განჩინება, კერძოდ იმით, რომ დაპატიმრების გამოყენება როგორც ერთადერთი ღონისძიება უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ მაშინ, როდესაც პირი შეიძლება დაემალოს გამოძიებას, მოახდეს გავლენას პროცესის მხარეებზე, ან განადგურებს მტკიცებულებას. არც ერთი მსგავსი ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება და ფაქტობრივი გარემოება ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია. სასამართლო რადაგენებას გამოიტანა პროკურორმა პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ იმ ვიღაც გარეწრების უნამუს ადამიანების უსაფუძვლო ჩვენებებს დამტკიცება გაუკეთა. ერთი თვის განმავლობაში დადიოდნენ ეს პირები მიწის შესყიდვის მიზნით და სთხოვდნენ ჩემს მეუღლესაც, რომ რანაირად შეიძლებოდა, რა ფორმით შეიძლებოდა მიწის ნაკვეთზე მშენებლობის დაწყება. ეს მიწის ნაკვეთი არ ქონიათ შეძენილი, ჰქონდათ მიწის ნაკვეთის შესყიდვის სურვილი ჩემი მეუღლის მეგობრებისაგან და ნებართვას რაც შეეხება არასებულ მიწაზე ჩემი მეუღლე ვერანაირ ნებართვას ვერ გასცემდა, იმიტომ რომ არ ქონდა მაგის არანაირი უფლება.